ჩვენ იმყოფებით ძალიან საინტერესო სამუზეუმო დაწესებულებაში, რომელსაც აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი ქვია. აბრეშუმის მუზეუმი ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუცია არის სამუზეუმო სამხრეთ კავკასიაში და მისი ისტორია დაკავშირებული არის რუსეთის იმპერიის შემოსვლასთან სამხრეთ კავკასიაში. 1850-იანი წლებიდან დაიწყო ინტენსიური ათვისება რუსეთის იმპერიის მიერ სამხრეთ კავკასიური რესურსების 1852 წელს ჯერ კიდევ პირველი სამუზეუმო ინსტიტუცია ჩამოყალიბდა, ეს იყო კავკასიის მუზეუმი. შემდგომ ამას მოყვა აბრეშუმის სადგური, რომელიც საბოლოოდ აბრეშუმის მუზეუმის სახით ჩამოყალიბდა და მესამე ინსტიტუცია, რომელიც რუსეთის იმპერიის პერიოდში შეიქმნა, ეს იყო კავკასიის შინამრეწველობის კომიტეტი, რომელიც ამ ტერიტორიის სიახლოვეს გაიხსნა, ასევე მუშტაეტის ბაღის ტერიტორიაზე. აბრეშუმის მუზეუმს წინ უძღოდა აბრეშუმის სადგურის დაარსება. რუსეთის იმპერია, როდესაც შემოვიდა სამხრეთ კავკასიაში, მას აინტერესებდა არა მხოლოდ მოსახლეობა სამხრეთ კავკასიის, არამედ მისი რესურსები, ეკონომიკური რესურსები და ამ შემთხვევაში აბრეშუმის წარმოების ტრადიცია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც საქართველოშიც და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრადიციული მეურნეობა იყო. ამ პერიოდში გარკვეული კრიზისი დგება აბრეშუმის წარმოებაში, აბრეშუმის ჭია ევროპაში დაავადდა. ხოლო აბრეშუმის წარმოების დიდი ცენტრები ჰქონდა რუსეთის იმპერიას მოსკოვში და ვარშავაში. ამიტომ აბრეშუმის სადგური გაიხსნა გარკვეული მიზნებისთვის, რათა შესწავლილიყო ადგილობრივი რესურსი და ამავე დროს შეისწავლათ მსოფლიო გამოცდილება აბრეშუმის წარმოების. ამიტომ აქ გამოიგზავნა ძალიან ცნობილი რუსი მეცნიერი შავროვი, რომელმაც დაიწყო ამ მიმართულებით ძალიან ინტენსიური საქმიანობა. აბრეშუმის სადგური შედგებოდა ძალიან მრავალფეროვანი და მრავალპროფილიანი სხვადასხვა მიმართულების წარმოებები, ლაბორატორიები, საპარკე მეურნეობები. შავროვი მოგზაურობდა ყველა იმ ევროპულ და აზიურ ქვეყნებში, სადაც აბრეშუმის წარმოება მაღალ დონეზე იყო, სწავლობდა ამას და ნერგავდა ამავე დროს აი აქ სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ თბილისში, მუშტაეტის ბაღის ტერიტორიაზე. ეს თავიდან იყო ნამდვილად სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, მაგრამ შემდგომ უკვე როდესაც მისი საქმიანობა გაფართოვდა, უკვე სამუზეუმო მიმართულებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. ჩვენ ვიმყოფებით მთავარი საგამოფენო დარბაზის ერთ-ერთ სივრცეში, სადაც წარმოდგენილი არის სხვადასხვა დანადგარები, რომლებიც აბრეშუმის წარმოებისთვის არის განკუთვნილი. აბრეშუმის მუზეუმს აქვს ძალიან დიდი კოლექცია აბრეშუმის პარკების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. აბრეშუმის მუზეუმს აქვს უნიკალური ფოტოარქივიც, რომელშიც აღბეჭდილი არის სამხრეთ კავკასიის აბრეშუმის კულტურის განვითარების ისტორია. აქ წარმოდგენილი არის სხვადასხვა მაკეტები, საცხოვრებელი სახლები, ასევე სამეურნეო დანიშნულების სხვადასხვა ნაგებობები. საერთოდ მაკეტების კულტურა ძალიან პოპულარული იყო მე-19 საუკუნის ბოლოს სამუზეუმო პრაქტიკაში და ბევრგან გამოიყენებოდა ეს იყო ძალიან ესეთი მკაფიო და ვიზუალურად ძალიან საინტერესო მასალები. საქართველოში აბრეშუმის წარმოება იყო, არსებობდა ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის შემოსვლამდე სამხრეთ კავკასიაში, აქედან მიეწოდებოდა ძალიან დიდი რაოდენობით აბრეშუმის პარკები სპარსეთს და სპარსეთს ჰქონდა ძალიან ამბიციური იდეა, რომ აბრეშუმის გზა გასულიყო მათ ტერიტორიებზე სამხრეთ კავკასიური მარშრუტის გამოყენებით. ამიტომ ეს ტრადიცია, რომელიც არსებობდა სამხრეთ კავკასიაში, საუკუნეებს ითვლის. დღესდღეობით აბრეშუმის წარმოება სამწუხაროდ საქართველოში კრიზისულ ეტაპზეა, ასე ვთქვათ, ისე რომ კაცრი სიტყვები რო არ ვიხმაროთ, ამიტომ აი საგანმანათლებლო თვალსაზრისითაც ეს ძალიან საინტერესოა, როდესაც აბრეშუმის მუზეუმში მომსვლელი აუდიტორია
შეუძლია გაეცნოს ყველა ეტაპს აბრეშუმის წარმოების. ეს არის ალბათ უფრო მეტად სამეცნიერო კვლევითი ტიპის მუზეუმი, რომელიც იძლევა ამომწურავ ინფორმაციას ზოგადად არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში აბრეშუმის კულტურის შესახებ, არამედ მსოფლიო აბრეშუმის წარმოების ისტორიასაც, რადგანაც აქ როგორც გითხარით, წლების მანძილზე და უკვე საუკუნეზე მეტი ისტორია აქვს ამ მუზეუმს, გროვდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან ეს მნიშვნელოვანი მასალები, რომლებიც აბრეშუმის წარმოებას უკავშირდება.